სული შენიო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგს ეჩვენება რაღაცა, რომ მას შეუძლია თავის უარყოფა, მან თუ გადაიცვა ფორმა, ის იმ წუთში დედაოა და მამაოა და ასე შემდეგ რა ხარისხებია. არ არის ასე ჩემი გაგებით. გარდაქმნა გონებისა და გარდაქმნა ადამიანისა ხდება, მაგრამ ეს თუ თავად ადამიანმა თვითონ მოიმონა. თვითონ აიღო მან ჯვარი, შეუდგა ქრისტეს და მან მერე შეძლო სიმაღლეზე სვლა და თავისი სული მიუძღვნა მთლიან ქრისტეს. გახდა იგი ქრისტიანი. და დაასდო სული მისთვის, ქრისტესთვის და სული მოყვასისთვის. ამის გამკეთებელი ადამიანი არიან ღირსიმამები, ღირსიდედები, წმინდანები, დიდმოწამეები, მოწამეები. მაგრამ შენ რო წარმოიდგინე თავის შენახარ და რაღაც ჯული წაიკითხე და პატარა მოციქულთა კანონები ისწავლე და მერე დააწყრი თავზე და აღჭო გუვალებს. ესე არა. ასწავლო სხვა არის, აღზარდო სხვა არის, გამოზარდო სხვა არის. მიიყვანო ტაძარში მოუწოდო სხვა არის. ტაძრიდან გააგდო სხვა არის. და ჩემპიონობა დაიწყო სხვა არის. ასე არ გამოვა. რა არის ღვთისნება? სიმდაბლე, მოთმინება, მორჩილება და სიყვარული. ურთიერთსიყვარული. ვერთიანდებით სიყვარულით მამასთან, ძესთან და წმინდა სულთან. და წმინდა სულის მადლმოსილებით მერე მოქმედებ დედამიწაზე, რომ გადმოვიდა სულის წმინდის მადლი მოციქულებზე, შემდეგ უთხრათ, წარვედით და მოიმოწაფეთ ყოველი წარმართმით, ნათაცა სცემდით მათ სახელითა მამისა და დაცისა და სულისა წმინდისა. ასწავლეთ მათ ყოველი დამარხვად რაოდენი განცნეთ თქვენო, რამდგან თქვენ ხართ მოწმენიო ამისი. და როცა ეკლესიაში ადამიანი მოდის და გებულობს რჯულის არს, ის მოწმია უკვე. ის იწყებს გაძლიერებას და მერე იწყებს მოქმედებას. და თვინიერ საქმეთა გარეშე სარწმუნოება არის მკვდარი. მარტო პირში დაკნევა ისწავლო ხელისაზე და მორწმუნე ვარ, იძახო და მორწმუნე ვარ და მორწმუნე ვარ. პატიოსანი ვარ, იძახო, ასე კი არა. ცხოვრება საქმით უნდა დაადო ეს შენი სიტყვა. და ნამოქმედარი ვერ შემოწმდება. ქონდა 2 ტალანტი, მიიღებ 4-ს, ქონდა 4, მიიღებ 8-ს, ქონდა 8, მიიღებ 16-ს, ქონდა 50, მიიღებ 100-ს. ქონდა ასეთი ცხოვრებით ბედნიერი იქნები. სხვის ბედნიერებაში დაინახებ შენს დიდ ბედნიერებას. თორემ არ არის ბედნიერება ეშმაკის წიაღში. ბედნიერება არის მამის წიაღში. თორემ კაცი რომელიც იყო მიიღო თავისი ნახევარი და ქონებისა და წავიდა დააბნია იმ შვიდინაგეთიდან. ღორების საჭმელის ჯამადა იზღოლა. მოbrunდა მერე ის და მიუხვდა. გაეხსნა საათს და გაეხსნა გონებას და თქვა რომ წავალ მამაჩემთან დავდგები ისევ. ღორები წამსა. ვიდრე აქ მიყავდა რომ დაბრუნდა. აი დაბრუნება და ღირსი არა ვარ რომ ვიყო წოდებაც შვილთა შენთავ ხარისხში აიყვანა ბეჭედის დაუბრუნდა და ყველა ღირსება მისცა. აი ჩვენ ასე მოგვექცევა უფალი, ასე მოგვექცა კიდევაც. ამ იმედით ვარ და ეს იმედია ჩვენ. მაგრამ ამას უნდა მტკიცე დაცვა. თორემ თუ შემოგიჩნდა ვიღაცა მოგეუბნები ერთი კაცი ყავდა მარტო ერთი კაცი ღმერთ სამოთხეში ადამი. უფალი იყო, ადამი იყო და ანგელოზი. აი აქ ჩაუნერგა ერთი ეშმაკი და იმან გადაადრელა დერიმანანა და ახლა ამდენი დანერგილებია, ამდენი ჩანერგილებია. ასე გამწამაციაში ვცხოვრობ. ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, იქით სამხრეთ-დასავლეთიდან, მეზობელიც, ახლობელიც, ყველა ჩვენი მტერი გახდა და ჩვენ გადაგვარჩინა დიდმარწმენა. მართლმადიდებელმა სარწმუნოებმა.
იმიტომ რომ მართლმადიდებელი მორწმუნე ერი იყო და არის. მაგრამ ამით კი არ მეშინია რამესი და ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე გზა. ბებია ჩემმა, მამა ჩემმა, დედა ჩემმა. ჩვენ გავიარეთ ათეიზმის უღმერთო გზა. ეს ათეისტები დღესაც ყრიან ჩვენს ერში ქვეყანა და ყრნიან ჩვენს ხალხს დღემდე. ხო და ესაა ჩვენი ასე რომ ვთქვათ სიფხიზლე. და აქ უნდა გაარჩიო უღმერთო და ღვთისკაცი. აქ უნდა გაარჩიო ვთქვათ ბოროტი და კეთილი. ხო იყო ასეთი ხე დარგული ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. აქედან არ მიიღო რა ყოფილი. ეს უნდა გაარჩიო შენ მართლმადიდებელი. ხო და რომ გაარჩიო რა უნდა გქონდეს? სიმდაბლე, მოთმინება, მორჩილება და სიყვარული. ეს გარდაქმნის იმ ხელწმუნებას, რომელიც ჩვენ გვაქვს. გეკნებით მორჩილები, გეკნებით ღვთის ადამიანები. გეტკინება სულით და გეტკინება გულით.